მოკლედ ესეთი ამბებია ჩვენთან რომ ძალიანაც ცივდა სლოვაკეთში და კურტკა გამოვიღე გარდერობიდან არადა სიცხეები იყო ძალიან კაი ამინდები იყო რავი სკეიტზე ვიკატავე ბევრი ძალიან მესია მომნას ხოთა შორის სალამ მეგობრებო შეიძლება ითქვას რომ პლატფორმა ის გაკეთილებს უნდა დაგახსოვო. ხო, აქ კატაობა შეიძლება. კარგი ტრასა. ინტერესო ლამაზი ადგილებით. რაღაც არხი ერტყმის აქაურობას და კვარტუნიები დავინახე. ახლა ამ კვარტებს სულ ისინი მახსენდება თამაში ჭავის ყანოსი ჩემი საყვარელი მწერალი და ჩემი საყვარელი ციგნის გმირი რომელსაც ძალიან ადარდებდა ყვატების ბედი თუ სად ვიდიოდნენ ეს ყვატები ზამთარში როდესაც წყალი იყინება საკმაოდ ისეთი საკითხია მნიშვნელოვანი და აფიქრავი მაგრამ ხო ფულად უგებენ ალბათ ადამიანებს ვისაც ყვატების გარდი აქვს არცზე მარტივი გასაგებია როგორც ადრე ვნადირობდი ყვატებზე და ძალიან მიყვარს ეს პერიოდი იმიტომ რომ ამასთან ერთად აუდიოდით დიდი აზარტი იყო ნადირობა მიყვარდა მაშინ თან მიყვარდა და თან რაღაცნაირი კოგნიტიური დისონანსის შეგრძნება მქონდა როგორც ჩანს არა ნამდვილად იმიტომ რომ თან აზარტული ვიყავი ძალიან მიხაროდა წასვლა აი ქედანი გაიჩი თან აი როდეს მონადირების პროცესი ძალიან მაინტერესებდა და მეზიდავდა მაგრამ აი როდესაც უკვე მოვინადირებდი ფინალს ეს მეწოდებოდა რაღაცნაირად ისეთი გზნობა არ გვის ამაძრა გაზრონა თამაში სიკვდილის ნამდვილად არ ღირს ჰოპ აურა კაი ადგილია ძალიან ისია მომათავ ეს საშუალო დავიძახია რაღაცნაირად დაყია რო არ შეგეშინდება და თან რო ყევხოთ უჩქარო დამშვიდდი ხო თან განსაკუთრებით იმიტომ ეცოდებოდა რომ მე არაფერს მიშავებდნენ ყვატები და ესეც საყვარელი რაღაც ყვატი თან მიყვარს და სხვა ამბავია რაღაცა
რაღაცა მოკლა რომელიც საფრთხეს გიქმნის ხო? ან დაატრიან რაღაც პოზიციას ხო? ასე დროხას თუ თავს ესმის გიწიოკებს ხო? მაგრამ აი ესეთი რაღაცები რა, რასაც შანსი არ აქვს შენთან. აუცილებლად ცოტა რაღაცნაირი ამბავი აღარ ვქიბლავ. ზოგადად აი დიდი ამბავია. არ მოყვები ხა ყველაფერს. ხო, ადგილი ძალიან მომეწონა. საკატაო. ძალიან ჭრიკინებს ხო, ჩემს კი წმონი. აქ იმდენად კიდე არ მესმის, ამდენადაც ვიდეოს რო მონტაჟებდი წინა ვიდეოს. მეგონი ძალიან ჭრიკინებდა. მიკროფონი მინდა რომ ვიყიდო მართლა ხო? აჭირო ამგონი. უფრო სუფთა ხმა ისმის და აი ხა ცოტა ქარია და არ ვიცი ქარი რამდენად შეუშლის ხელს. სმენელს. ამ ვიდეოს მსმენელს. ეს ვიდეო თუ დავდე YouTube-ზე ან სადმე და თუ ისმენ ჩემო მსმენელო. ამი კომენტარით აბა ქარი. ხელს და ნერვებს ხო არ გიშლით. ოპა, წავიდა კატავ. ფილიპები მახსენდება სადაც კუნძულზე რა ძალიან მაგარი ასეზე რომ ძალიან სერიოზულად ასაობენ ესე ლონგბორდებით პატარა ბორდი მყავს ლონგი არა ლონგზე სავარაუდოდ უფრო სტაბილურად გეხარ მაგრამ მე ძალიან მომწონს ესეც მაქვს მეტაბზე თუ ყავს უფრო სულიერზე ითქმის. როგორც ვიცი. არა, მე გრამატიკაში ხო, კიდე რა მაინტერესებს იცი რომ აი ხა ქართულად ბაზრობ მაგრამ ძალიან ბევრი მეგობრები მოსწავლეები და ნაცნობები ყავს იქიდან გამომდინარე რომ ცხოვრობ სლოვაკეთში ყავს უცხოელები რა არ ვიცი როგორ გავაკეთო ისე რომ ინგლისური სუბტიტრი მაინც დავადო ვიდეოებს რა და ქართულიდან მგონი ჯერ არ თარგმნის AI თუ თარგმნის თუ როგორ არის ავტომატური სუბტიტრები რო გაუშვა იმიტომ რომ ამ ყველაფერს ასაც ვისაუბრებ გადათარგმნის დიდი სურვილი არ მაქვს რომ მოგატყუოს არაგან არ ღირს გადასათარგმნად მაგრამ აი დიდი სურვილი და სურვილები ისეთი შეზღუდული ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი მაგრამ ეს მაინც და მაინც მაგათში არ შედის იგეთნები კარგი მეგობრებო მესაც გამოვიკატავ ცოტა თავისუფლად რო ვიგზო თავი ხამ ჩემს კამერას ჩავაგებ რა ქვია რა სერიალი ქვია თუ რა ქვია კეთზე კატავს ესე ხო ვარჯიშების ამბავში პრინციპში ჩემი პირადი ვარჯიშები წონებზე ვარჯიშობ ბოლო პერიოდია სიმძიმეებით აი კარგად მიდის ეს პროცესი ძალიან მიხარია წონები მოუმატე ჩემი რეკორდი მოვხსენი რამოდენიმე დღის წინ ადრე დაახლოებით 10 წლის წინ ყველაზე დიდი წონა რასაც წევდი ჟიმზე ესე რომ ვთქვათ bench press იყო 115 კილო. Ну, იმის გათვალისწინებით რომ მე
ვარ მოკრივე და არა ვარ შტანგისტი, ვფიქრობ რომ ნორმალური წონა იყო, თუმცა ეხლა დაახლოებით რამოდენიმე დღის წინ სულ 2 თვის დაწყებული მაქვს ვარჯიში და ანუ გავაუმჯობესე შედეგი 120 კილო ავწიე. 100 კილოს წევდი 6 ჯერ, 100 კილოზე ვკაჩაო. და ვფიქრობდი რომ უკვე 120 კილოს ავწევდი და პრინციპში ეგრეც მოხდა, ესე რა ძალიან მიხარია რა. ფორმაში კარგად ვგრძნობ თავს, ერთი ისაა რომ სირბილების დაწყება მინდა რა, მინდა რომ ამ თვეში სანამ წავალ 4 ჯერ მაინც დიდი კროსი მოვასწრო. და კაი იქნება ძალიან, ანუ ფიზიკური ფორმისთვის სირბილის ხო, კიდე ეს ერთი თემა, ეს ამ დღეებში ახლა ვისაც ვავარჯიშებ, ჩემს მოსწავლეებს ინდივიდუალურზე დადიან, რამოდენიმე ბავშვი დადის ინდივიდუალურ ვარჯიშებზე. კარგი ბავშვები არიან, ზოგიერთი უკრაინელია, ზოგიერთი ქართველი, ერთი ქართველი მყავს. დანარჩენები სლოვაკები და უკრაინელები და რუსებიც პრინციპში. ხო, და მინდა რომ ეს ჩემი მოსწავლეები გადავაბარო ჩემს დამხმარე მწვრთნელებს. მინდა რომ გავაცნო ამ დღეებში ერთმანეთი და ესე რომ ვთქვათ, კარგ ხელში გადავაბარო ეს ჩემი კარგი მოსწავლეები და ეგ თემაც მოგვარებული იქნება, ვფიქრობ ამ თვეში.